უარსაბი და დარეჯანი, ოთარაანთ ქვრივი, ლელთხუნია. დამთვალიერებელი ილია ჭავჭავაძის ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს ერთ ზღაპრულ სივრცეში პირველად იხილავს. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას მასპინძლობს. ილიას სიტყვის სახე, ასე ეწოდება ექსპოზიციას, რომელიც ილია ჭავჭავაძის შემოქმედებით სამყაროში გამოგზაურებთ. გამოფენა გაიხსნა 8 ნოემბერს ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. მუზეუმი გახლავთ თბილისის მუზეუმის გაერთიანების ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული. გამოფენას სახელწოდების ილიას სიტყვის სახე, სპეციალურად რასაკვირველია ილიას დაბადების დღეს დავამთხვია და წარმოდგენილია ილიას ნაწარმოებებზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა. გრაფიკული ნამუშევრები, წარმოდგენილია 5 სხვადასხვა მუზეუმის კოლექცია, ეს გახლავთ ილია ჭავჭავაძის საგურამოს და ყვარლის სახელმწიფო მუზეუმები, გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მნიშვნელოვანი კოლექცია წარმოდგენილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და რასაკვირველია ჩვენი მუზეუმის ფონდიდანაც არის წარმოდგენილი ნამუშევრები. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრირება პირველად მისი გარდაცვალების შემდეგ 1914 წელს მოხერხდა, როცა ექიმმა მიხეილ გედევანიშვილმა მწერლის თხზულებების პირველი ტომი გამოსცა. წიგნი ერთიან მხატვრულ ელემენტად გააზრებულ აკადემიურ გამოცემას წარმოადგენდა. ეს არის ის პირველი აკადემიური გამოცემა, რომელიც 1914 წელს გამოიცა, რომლის გამოცემას უზრუნველყო ცნობილმა საზოგადო მოღვაწეem და ექიმმა მიხეილ გედევანიშვილმა და ეს გამოცემა გედევანიშვილისეული გამოცემის სახელითაც არის, ამიტომაც ცნობილი. წარმოადგენს რარიტეტს 2250 ეგზემპლარი დაიბეჭდა თავის დროზე, არ გაყიდულა და რიგდებოდა და გროვდებოდა შემოწირულობა, რომ შემდეგში სხვა ტომებიც გამოცემულიყო, თუმცა სამწუხაროდ მალვე მოხდა გასაბჭოება, ამიტომაც მიხეილ გედევანიშვილს ეს თანხა არც არავინ არ დაუბრუნა. მანამდე ილიას ნაწარმოებები გაფორმებულია მის სიცოცხლეში არ ყოფილა, ესე ვთქვათ, ცალკეულ პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა ნაწარმოებები, ლექსები, მაგრამ ერთიანად ესეთი გამოცემული სამწუხაროდ მისი გარდაცვალების, მისი მკვლელობის შემდეგ 1914 წელს მოხერხდა. ილიას ნაწარმოებების პირველი ილუსტრატორი მხატვარი ჰენრიკ ხრინევსკი გახლავთ. ილიას ფონდმა უზრუნველყო ორგანიზება ამ აკადემიური გამოცემისა ბეჭდვის შეირჩა სპეციალური კომისიის მიერ სწორედ ჰენრიკ ხრინევსკი და მას ერგო პატივი გამხდარიყო ილიას ნაწარმოებების პირველი ილუსტრატორი. ჰენრიკ ხრინევსკის შემდგომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებზე სხვადასხვა პერიოდის მრავალმა მხატვარმა იმუშავა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, თენგიზ მირზაშვილისა და სხვა მხატვართა მიერ შექმნილი ილუსტრაციები. ჩვენი მუზეუმის კოლექციიდან გახლავთ მიხეილ გვაჯაიას ნამუშევრები, აქ არის როგორც კაკო ყაჩაღის, ოთარაანთ ქვრივის, მგზავრის წერილების ილუსტრაციები და აქ გვაქვს ასევე ილიას პორტრეტი, რომელიც უჩა ჯაფარიძის მიერ არის შესრულებული და ეს ნამუშევრები მინდა გამოვყო საახალწლო მოთხრობის გოსტა შაბიშვილის ესე ვთქვათ ილუსტრაციებია, რომელიც 65 წელს შექმნა ელენე ახვლედიანმა და პრაქტიკულად პირველად იფინება, არასდროს არ იყო მანამდე გამოფენილი. აქ ვალერიან სიდამონერის თავი წარმოდგენილი, კაკო ყაჩაღის სცენები და ეჩ ჩუბჩიკასთვის დამახასიათებელი მისი ხელწერისთვის, ესე ვთქვათ, სახასიათო ფორმაშია წარმოდგენილი კაცი ადამიანის ილუსტრაციებია. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციების ექსპოზიცია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით იმართება. გამოფენა 28 თებერვლამდე გაგრძელდება.